სასურსათო პროდუქტებზე მაღალი ფასნამატის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მოკვლევა გრძელდება. პარლამენტის დროებითი კომისიის წევრებმა ამჯერად მცირე და საშუალო სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს მოусმინეს. რატომ იზრდება ფასნამატი მკვეთრად საზღვრიდან დახლამდე? არის თუ არა საჭირო პროცესის საკანონმდებლო ჩარჩოთი, რეგულირება და სად იკვეთება პრობლემები? გამოწვევები ამ შემთხვევაშიც იდენტურია. მთავარ პრობლემა დისტრიბუტორებიც ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობას დაწესებულ მაღალ გადასახადებს და გადახდის არათანაბარ პირობებს ასახელებენ. წარმოქმნილი ბარიერების გათვალისწინებით, როგორც ირკვევა მიმწოდებელთა ნაწილი მსხვილ მარკეტებთან თანამშრომლობაზე უარსაც კი აცხადებს. ახლა საინტერესოა, როგორი იქნება ქსელური მარკეტების წარმომადგენელთა პოზიცია. კომისია მათ უახლოეს მომავალში მოусმენს. რიგით მეოთხე შეხვედრა და დასახელებული იგივე პრობლემები. მწარმოებლების შემდეგ საცალო ქსელების მიერ დაწესებულ გადასახადებზე ამჯერად იმპორტიორები და დისტრიბუტორები ალაპარაკდნენ. ეგრეთ წოდებული ქეშბექები, მარკეტინგისა და სხვა გადასახადები. საკანონმდებლო ორგანოში გამართულ კომისიაზე დღესაც ყველაზე ხშირად სახელდებოდა. როგორც ირკვევა, ასევე პრობლემურია გაფორმებულ ხელშეკრულებებში გაწერილი პირობები, რომლებიც ბაზარზე კონკურენციას აფერხებს. კონტრაქტის პირობებს კი დომინანტურად მხოლოდ საცალო ქსელები აწესებენ. რამ განაპირობა ფასების გაძვირება, განაპირობა ის, რომ ქსელებს აქ ეს გადასახადები, ასე რომ ვთქვათ, დაწესებული, უამრავი სხვადასხვა სახის გადასახადი, შესulis, გახსნის, დაბადების დღის და ასე შემდეგ, აქ გამოიკვეთა ორი ძირითადი პრობლემა. ერთი ეს არის ქეშბექი, რასაც უწოდებთ ქეშბექს და მეორე ეს არის გადახდის პირობა. ოპერირების ხარჯი არის დაახლოებით 19% და აქედან 3.3% უკავია ფინანსურ ხარჯებს. ეს არის დაახლოებით მნიშვნელოვანი პროცენტია, ხო, 19%. ფინანსური ხარჯების შემცირება მნიშვნელოვნად, ანუ შესაბამის პროპორციულად შეამცირებს ჩვენ საოპერაციო ხარჯებს. ზეთი არ დავასახელებ კონკრეტულ ქსელებს. ზოგან იყიდება 7 და 70-ად, ზოგან იყიდება 9 და 75-ად, ზოგან 8 და 95-ად. ანუ ეს ფასთა სხვაობა განპირობებული არის იმით, რომ თავად ეს ქსელები სხვა ქეშბექს გთხოვენ, თუ მათი ფასნამატი ემატება შემდგომ ქსელების ფასნამატია, რომელიც განსხვავდება ფაქტურად 0-დან ალბათ 15%-მდე ინდივიდუალურად ქსელები იღებენ გადაწყვეტილებას ფასნამატის შესახებ. ქეშბექი ყველა ქსელის შემთხვევაში თქვენთვის ერთი და იგივეა? არა, ერთი და იგივე არ არის. ქეშბექები განსხვავდება ქსელების მიხედვით და ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული მონაცემ. ოღონდ აქ შედის ქეშბექები, მათ შორის პრომო აქტივობები და ასე შემდეგ. ისეთი შემთხვევებიც არის, რომ როდესაც ქსელებშიო გარკვეული ფასდაკლების პერიოდშიო ჩვენი პროდუქცია იმაზე ნაკლებ ფასად იყიდება, ვიდრე ვაწოდებთ და თქვენ შემთხვევაში თუ შეგინიშნავთ ასეთი ის. კი, ეს არის ეს პრომო აქტივობები, როდესაც ფაქტობრივად ჩვენ ვახდენთ იმის ანაზღაურება. ესეც შედის იმ ანუ თქვენი ქეშბექის გამო მათ აქვს შესაძლებლობა, რომ ფასი იმაზე ქვემოთ ჩამოწიოს, ვიდრე მე მივაწოდე 7 და პირობითად ვსახე 7 ლარად მივაწოდე. აქციის პერიოდში მე დამატებით პრომო აქტივობაზე კიდევ უკეთებ ვაზაგლებაზე, ის პროდუქცია, რომელიც თავდაპირველად 7 ლარად მივაწოდე, შეიძლება გაიყიდოს 6 ლარ ნახევრად. ვიყავი კარფურში და დეილში და ვიყავ ყველა გადახდილი ეს ქეშბექები, ყველაფერი. მიუტოვე და წამოვედი, იმიტომ რომ დამანგრევდი. 100 ზემოთ რაც არის ეს დეილი ჯგუფი, ორი ნაბიჯი, აი ესეთი დიდი ქსელები, რომლებიც მუშაობენ გადაკეტვებზე უბნების, მე მათთან შეხება არა მაქვს, იმიტომ რომ ეგენი ჩემთვის არიან ჩემი დამღუპველები რა, ბიზნესი ვერ გაიმართება, მით უმეტეს ადგილობრივი. იმოდენა ქეშბექებს და იმოდენა მარჯებს სიტყვა აი წელს მაგალითად თუ საჭიროა ვიტყვი დავტოვე ზღაპარის ქსელი, იმიტომ რომ ნუ აი სულ უჭირს, სულ ვერ რიცხავს, მე იმოდენა ქეშბექი რომ ბრუნვას ვერ გიჩვენებს. გადასახადების გარდა პრობლემაა დაგვიანებული ანაზღაურება, რომელსაც მაღაზია მიღებულ პროდუქციაში იხდის. იმპორტიორები ამბობენ, რომ ფულად რესურსებზე ხელმისაწვდომობა ეზღუდებათ, როცა რეალიზებული პროდუქტებიდან მისაღებ თანხას რიგ შემთხვევაში 90 დღითაც კი აგვიანდება. როდესაც დიდი ქსელი გაქვს და თვეში ბრუნვა გაქვს 100 მილიონი და გადასახდელი მომწოდებელთან გადასახდელი აქედან გაქვს 80 მილიონი და უნდა აკეთებდი ამას 45 დღის განმავლობაში,
პროდუქციის მიღებდა ერთი დღით რო გადაწიეთ, ხო, უკვე 2.5 მილიონი გადაგითავისუფლეთ და 10 დღით რო გადაწიეთ 25 მილიონი ხო და იმ თანხით ხდება შემდეგ ექსპანსია, გაფართოება, გაზრდა და ამაზეა საუბარი. ამან დაამძიმა ბაზარი. დისტრიბუტორების თუ მეწარმეების ხარჯზე ხდება ბაზრის ექსპანსია და პატარა მაღაზიების გაკოტრება და ასე ვთქვათ უბანში მონოპოლისტად გადაქცევა. აპრილის ბოლო საკითხის დარეგულირებამდე უფრო ნაკლები დრო რჩება. მთავრობის მეთაური კი მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით დარწმუნებულია, რომ მიზნის მიღწევა მოხერხდება. პრემიერ-მინისტრის განმარტებით მათი მუშაობა გრძელვადიან და ეფექტურ მოდელს ჩამოაყალიბებს. სამუშაო პროცესი პარლამენტში აპრილის ბოლომდე დასრულდება, თუმცა მანამდე ჩვენ მუშაობთ ვერსიებზე, გადაწყვეტებზე, რაც უზრუნველყოფს ფასების შემცირებას, მათ შორის ჩვენთვის თავარია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება რაღაც შედეგები იყოს უზრუნველყოფილი მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ ჩვენი თავარი ამოცანაა შევქმნათ ფასების რეგულირების და დაწევის გრძელვადიანი მექანიზმი და ამაზე მუშაობთ პარალელურ რეჟიმში, თუ საზოგადოებას არ უდგენთ ინფორმაციას, როგორც კი ეს პროექტი საბოლოოდ დამუშავდება. ფასების საკითხის შესწავლა შემდეგი კვირიდან განახლდება. დეპუტატები კითხვებს მსხვილ იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს დაუსვამენ.